ალბათ ვისაც გაქვთ სოციალური ქსელი და ტელევიზიითაც იხილავდით ამ რამდენიმე დღის წინ რაჭაში მომხდარი ამბის შესახებ ინფორმაციას. ზოგი ამბობდა რომ ეს არისო მეტეორიო, ზოგი ამბობდა რომ ეს რაღაც უბრალოდ ნათება იყო და ასე შემდეგ. იყვნენ თვითმხილველები. მოდის მოხდა ეს 2 დღის წინ? არა, დაახლოებით 4-5 დღის წინა კვირაში. აი მე 2-3 დღეს ჩაქრას იღებს. რაღაცა მინდა კითხოთ ყველას. აი შენ რას ფიქრობ რა არის? ხო ყველა ადამიანს თავის ვერსია. აშკარად რაღაცა ციური სხეულია, რომელიც შემოვიდა ჩვენს ატმოსფეროში და გადმოკვეთა ასე ვთქვათ რაღაცა. მარინა აბრალებს რომ შუქი ჩაქრა იმის მერე. მე არ მინდა ჩაუღრმავდე. წუთშივე დავაკავშირე. არ ვიცი, მაშინებს ეს ყოველივე რასაც. ჯერ არ იქ არიან ვიღაცა. ნუ ხა ტატამი რო არა, ფაქტია და მეტეორია. არა, ჩვენ არ მინდა რომ დავიჯერო. ჰოლივუდურ ფილმებზე ვართ გაზრდილი და მე რა თქმა უნდა ეს რაღაცა კინო ასოციაციები. ვინციდურზე ვართ რა გავაკეთო. ეხლა ვარსკვლავი ჩამოვარდა ციგა. ეს რომანტიკული ყალღაზია აწმობილი. ეგ შემდეგ ბლოგში. არტიო შენ? შემდეგ ბლოგშიც იქნება, დიახ. რა განსხვავებული აზრებია? შენ თქვი იმას ის საერთოდ არ ფერხა. აი, ეგ რა დაგენახა ძალიან ახლოს რას იზავდე. არა, მართლა რა გონია რა იყო, ნუ? სერიოზულ პასუხს მოითხოვთ ჩემ. სერიოზულად? არა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტუმარი და საჩხერიდან ამბროლაურის მიმართულებით მოხდა ამ ყველაფრის ჩამოვარდნა და საქართველოს ძალიან ბევრი წერტილიდან დაინახეს. რა თქმა უნდა, შევიდოდი სოციალურ ქსელში. არა, კი არ ხუმრობ მაშინ. შევიდოდი სოციალურ ქსელში, სადაც უხვად დამხვდებოდა ინფორმაცია, მე იმ ინფორმაციას კარგად გავწვიდი და რომელიმე გამოვიდოდა რა. და ეგ რო არ დაგჭირდეს, ჩვენ მოვიწვიეთ სტუმარი, რომელსაც აქვს ინფორმაცია სავარაუდოდ, რა შეიძლება და ყოფილიყო და საკუთარი ვერსიები. ასტრონომი და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი ქალბატონი მაია თოდუა. მოგძანდით. არის ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელიც რაღაც ვერსიას არ ემხრობა და ნახოთ რომელს ემხრობა. ქალბატონ მაია ძალიან. ჩვენ ხუთი განსხვავებული ვერსია გვაქვს, მაგრამ ნუ მაინც უფრო თქვენზე კომპეტენტურს მოგესალმებით. აქეთ ჩვენსკენ აბა გითხარით რა ხდებოდა ჩვენ თავს რა იყო ეს? აი თქვენი შეფასება პირველად აი ფოტო შეხედეთ და აი რას გავდა თქვენ როგორც პროფესიონალის თვალით? არ გინახავთ ხო ასე? არა, მე თვალით არ მინახავს. არც აბასთუმანში ვნახავთ ობსერვატორიიდან დაკვირვებები იყო, მაგრამ ეს არავის უნახავს. მაგრამ იმ აღწერებიდან რაც მე ვნახე, არის ეს არსებული. იცით რა, რაც შეეხება ამ ფოტოს, მეც ვნახე ეს ფოტო მაშინ, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩვენი რომელიმე იმიტომ რომ მე სხვა საიტზეც ვნახე სხვაგან. და შეიძლება ეგ არ იყოს ის, რაც რაჭიდან დაინახეს. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ანუ ეს არის თქვა აუთენტური ფოტო ამას. ხო, მე არა ვარ, უბრალოდ მე ვერაფერს ვერ ვიტყვი ახლა ზუსტად, მაგრამ მე სხვაგან იცით რა, კი, მონაყოლს ემთხვევა. და აქ საქმე რაში, ესე იგი, პირველად ეს ნახეს 23-ში, ღამე დამირეკეს მე და მითხრეს, რომ აი ესეთ რაღაც მოვლენა ვნახე თუ და რა არისო. ხო, სიტყვიერად, როდესაც მიყვებიან, ძალიან ძნელია იმის თქმა, ზუსტად რა შეიძლება ეს იყოს. ეს შეიძლება იყოს მეტეორი, პირველი რაც მოგდის თავში, შეიძლება იყოს რაღაც მაშხალა დიდი ნათება, ახლა ესეთი რამე. შეიძლება რამე არ ვიცი, რაიმე თვითმფრინავიან სამხედრო, რაიმე ისეთი ობიექტიც არ შეიძლება იყოს გამორიცხული, დიახ, რა თქმა უნდა, საფრენი. ესე რომ გამოიყურებოდეს, შესაძლებელი? მე არ მინახავს თვალით, მაგრამ რაც პირველი იმიდან ეს იყო ჩემი ვარაუდები, კი, ხმა არ იყო, რა თქმა უნდა დაეცემოდა, მაგრამ საქმე ის არის. იცით რა შეასაქმე? არა, არ არის და გეტყვით რატო, იმიტომ რომ ეს დედამიწამდე რაც აღწევს, ხო, ამ შემთხვევაში თან არც ხმა იყო და ისეთი არაფერი, ეს ძალიან პატარა ქვა იქნება, რაღაც ესეთი ობიექტი, რომლის მოძებნა ახლა წინა ბლოგში ლაპარაკობდით იმაზე თვითმფრინავზე, რომელიც გაქრა. და ვერ ნახე და ახლა თქვენ წარმოედგინეთ ტყეში რომ ჩამოვარდეს რაღაცა პატარა ქვა, რა თქმა უნდა, იმის შეიძლება. რაღაცა ჩვენ რაღაცა ერთ ისე უბრუნდები, მაგრამ როგორ არა იქნება. იცით რა, ტოვებს მაგრამ ძალიან პატარას, იმას უნდა მოძებნა სერიოზული მთელი ექსპედიციები და რაღაცები ისეთ რამე. ხმოდებულე და ხო შეიძლება იქ ცეცხლი გააჩაღოს და შეიძლება, მაგრამ ამან არ გამოიწვია და აქ ყველაზე საინტერესო ისიც არის, რომ მეორე დღესაც მოხდა ნათება, საკმაოდ დიდი, ეს 24-ში
უკვე სხვა ადგილიდან ნახეს, ეგ საქართველოს თითქმის ყველა ძალიან ბევრი ადგილიდან. ჩემმა მეგობრებმა ნახეს თავის თვალით, მე მიყვებოდნენ ამის შესახებ და რაც უფრო მეტი ინფორმაცია გავიგე, მით უფრო ვემხრობი იმ ვერსიას, რომ ეს მეტეორი იყო. და საკმაოდ დიდი ზომის მეტეორი, რაც იშვიათია. საერთოდ მეტეორი ძალიან ჩუულებრივი მოვლენა, არაფერი განსაკუთრებული მასში არ არის, ყოველ წელს ხდება ეს მოვლენები, ეს გაელვებაც აზე ყველას უნახავს აბსოლუტურად, მაგრამ აი ასეთი ზომის და თან ორჯერ მიყოლებით ეს მართლაც იშვიათია. ერთი რამე დაკითხო, თქვათ ეს რო არ მომხდარიყო ტყეში და მომხდარიყო ვიღაცის ეზოში, ვიღაცის სახლში, ხო, მაგალითად, რა შეიძლება და თქვა აი თქვენი დაკვირვებით, აი თქვათ ამავე ზომის მეტეორს გამოეწვია. და ყველაფერი დამოკიდებულია ზომაზე და იმაზე თუ სად დაეცემა და რა იმაზე. თქო და საერთოდ უსაფრთხოა და მე არ ვიცი შემთხვევა მეტეორმა რომ რაღაც დიან გარდა აი მოვლენისა რაც მოხდა ჩელაბინსკში შარშან 2013 15 თებერვალს, როდესაც მან გამოიწვია საკმაოდ ძლიერი გრევა და ადამიანები დაზიანდნენ, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ დაზიანდნენ არა თვითონ იმით მეტეორის ვარგნით, არამედ აი ეს შუშები რო ჩაიმსხვრა შენობის ისი რაღაცები ჩამოდი. თანხმდიდან ვითომ იმის გრევებს, ნამტრევებს, აუქციონებზე და ასე შემდეგ. ძალიან სხვადასხვა, ძირითადად არის ძალიან პატარა ზომის, მცირე ზომის, რომ ჩვენ ვერც ვამჩნევთ. ხელითაც შეგვიძლია ასე მოხაზოთ რა ზომის შეიძლება იყოს. კი, როგორ არა. ნებისმიერი ზომის შეიძლება იყოს. უბრალოდ სანამ დედამიწამდე ჩამოაღწევს ის, ეს იწვის ჰაერში დიახ. ეს არის ჩელაბინსკის. დიახ. ეს არის ზუსტად ეგეთი არა, აი ხრება თითქოს. ამას ახდა ხმაც და დაუშვათ ეს რაღაცა. ამას ხმაც ახდა და ის რაღაცა გამოდის ატმოსფეროში, ხო იწვის როგორც წესი, ხო იქ და იწובה. 1000-ში ერთხელ რო ესეთ შემთხვევა ძალიან იშვიათად და ძალიან იშვიათად. ალბათ ასეთი პატარა, იმიტომ რომ დიახ, ის იწვის თითქმის მთლიანად არ მოყვება. აი ასეთ მეტეორებს უკვე მოყვება ხმა. კი, როგორ და არა. რისი ხმა შეიძლება ეს? აი შიშინი რაღაც ესეთი ხმაურის, რომელიც ხანდახან შეიძლება გეგონოს ისიც კი მაშხალების კანტონი მოდი რატას დაუბრუნდით. აი ეს ფოტოზე რა უნდა მაგის დადგენაც. ეხლა სამაშველო სამსახურის ხალხს უნახავს, ხო? ვინ გადაიღო ეს ფოტო რაღაცა. ხო შეიძლება რომ დავადგინოთ რომ თქვა ეს ამ ადამიანის გადაღებულია კონკრეტულად ეს ფოტოა. აი მე შეგეძლება შეიძლება უკვე აი თქვა თუ გადასტურდა რომ ეს არის ის ფოტო. ეს ფოტო რაც არის თუ ის არის ეს ნამდვილად ძალიან გავს მეტეორს. ძალიან დიდი აქვს. რატომ არ არის ექსპედიციის ინტერესი? ანუ ვის ინტერესია რომ ექსპედიცია დაიგეგმოს, თქვათ, მოხდეს კვლევა, იმიტომ რომ ინტერესი დიდია საზოგადოებრივ. ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა ჩვენთვისაც, ძალიან სწორი შენიშვნა. ნუ ეს ისეთ ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული და ნუ სპეციალურად უნდა რაღაც ჯგუფი წავიდეს და ეძებოს მიახლოებით. როდესაც შანსია მინიმალური, გქონდათ და იმიტომ რომ შანსი არის მცირე. სხვათა შორის საერთოდ სოფლიოში არის ესეთი ორგანიზაციებიც მეტეორის მოყვარულთა დაკვირვების მოყვარულთა ორგანიზაციები. და NASA-ს აქვს სპეციალური ინსტიტუტი და ქსელი, რომელიც სწავლობს ამას და ქსელებია, რომლებიც მუდმივად აკვირდებიან ამას და მათ შორის თუ რაღაც ესეთი მოხდა, ცდილობენ რომ მოიძიონ. ეგეთი რამ. უბრალოდ ცოტა ის არის, ძალიან პატარაა და ისე ამას ამბობთ. იცით რა, გააჩნია, არა მე მაგალითად სიამოვნებით მაგრის ქსელს ახვიდოდით. მაგ ჯგუფში ჩავეწერე. იცით რა, ეხლა მოგწერეს როგორც მითხრეს, რომ საჩხერეში დავინახეთ, ანუ ეს ვისაც ვიცით, რომ საჩხერის მხრიდან წამოვიდა ამბროლაურისკენ და ჩვენ დავინახეთ უშუალოდ ადამიანი წერს და ძალიან დიდხანს იყო კვალიცაშიო. კი. ანუ ეს მეტეორს ახასიათებს. კი. კი. ეს აი ჩვენ სხვა სურათებიც რომ ნახოთ. თქვენ სხვაგანაც ხდება ესეთი მოვლენები დედამიწის სხვადასხვა ადგილას და YouTube-ზე ძალიან ბევრი ვიდეო მასალა ამასთან დაკავშირებით და შეგიძლიათ ნახოთ, ნუ დაახლოებით მიახლოებით როგორ ყავს. მასალია თუ რაღაცა მონტაჟის არის. რა თქმა უნდა, მაგრამ კი, ყოველთვის შეიძლება ახლა მონტაჟის გარკვევაც შეიძლება ესეც, მაგრამ
რაღაც პროცენტი რა თქმა უნდა იქნება რაღაც მოგონილი, გაკეთებული, მაგრამ ისიც იქნება ნამდვილი. ასე რომ ეგ სავსებით შესაძლებელია. საშიშროება რამე სტიქიური მოვლენის არსებობს? გააჩნია ზომას კვლავ. კიდევ ერთხელ. მე შენობა დაინგრა კი არა, აი მე მიწისძვრა მოყვა, მე რაღაც მიწისძვრა არა, მაგრამ ნუ თუ დიდი იმის დიდი ზომის დაეცა, მაშინ კი, როგორ არა. და ესე კითხოთ, მაინც პირველ ბლოკში ისე ვიყავით. თვითფრინავს ყოფილა შემთხვევით თვითფრინავს დაეცა. შეჯახებია. ვიცით რა, რაღაც ესეთი მე არ ვიცი ეგეთ შემთხვევა. არა, ხომ არ ყოფილა თქვენ, ხომ არ არის რამე. ერთ-ერთ მიზეზად ავიაკატასტროფების ამასაც ასახელებენ. ერთ-ერთ მიზეზად რომ რაღაც მეტეორი მოხდეს. ახლა რაც შეეხება საშიშროებას, რაც ყველას აინტერესებს ყველაზე მეტად, ხო, ამ ცივრის სხეულების. ზოგადად ეს მეტეორები სულ დაფრინავენ და რაც დედამიწა არსებობს, სულ ცვივა ესენი. კვლავ ზომებზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდი ზომისაა, მით უფრო ზიანი აქვს, მაგრამ ალბათობა იმისი, რომ ეს დიდი ზომის იყოს, ძალიან მცირეა. ძალიან პატარაა. ჩვენ შეგვიძლია ბატონო? აი კონტროლენ წინასწარ რაღაცა. მეტეორი გვიახლოვდება რაღაცა. ზუსტად ამას ემსახურება ეს NASA-ს სამსახური სპეციალური რომ წინასწარ მეტყველება მოხდეს. ახლა დედამიწაზე ჩვენთვის გაცილებით უფრო ნაკლები საფრთხე აქვს ამას, ვიდრე მაგალითად კოსმოსში. აი ეს არის საფრთხილო. კოსმოსური ხომალდებისთვის ჩვენი და ასტრონავტებისთვის, განსაკუთრებით ვინც გარეთ გადიან, აი იმათთვის. აი რა არის ზოგადად ეს? ქვის სახით ეცემა თქვა გასაგებია მიწაზე. მაგრამ ხო ძალიან დიდ პროცესს გადის, ხო რომ მოფრინდა რა არის თვითონ აი. ეს არის ზოგადად მთელი ეს მზის სისტემა შედგება მტვრისაგან, აი რისგანაც მერე შედგება პლანეტები და ეს კონკრეტულად მეტეორები, რასაც ჩვენ ვუყურებთ, დედამიწა ხომ მოძრაობს მზის გარშემო თავის ორბიტაზე. ასევე მოძრაობს კომეტები თავიანთ ორბიტებზე, ასტეროიდები, კომეტები, სხვა სხეულები. ეს კომეტები ტოვებენ კვალს თავიანთ ორბიტაზე. აი ამ მტვრის სახით. და როდესაც დედამიწა თავის ორბიტაზე იმ ორბიტების მახლობლად გაივლის, ეს მტვერი შემოვარდება, აი როგორც მანქანით რომ მიდიოდეთ და მტვერში და ეს მტვერი რომ საქარემინას ეგროვდება და მკვრივი მასად ყალიბდება. დიახ, და აი პერიოდულად, აი როდესაც აი ამ მტვერში გავლა უწევს და ზოგიერთი არის ეს პერიოდული მეტეორული ნაკადები, რომელიც არის ყველაზე ცნობილი და ყველაზე დიდი ნაკადი, აი ახლა აგვისტოს შუა რიცხვებში იქნება. 12 აგვისტოს იქნება პიკი პერსევიდების. აი ესე უნდა სპეციალური ჯგუფია მოყვარულების, რომლებიც სპეციალურად გროვდებიან ერთ ჯგუფად, დაჯდებიან და ბინოკლებით, ტელესკოპებით ამას ყველაფერს აკვირდებიან და დიახ, ეს ფეიერვერკების მსგავსი რამე არის ნამდვილად. ერთი წერტილიდან ეს მოდი. ზებრილებასაც ხელოდებიან ხოლმე თუ რაღაცა. კი, არა, მზის განმარტება ადამიანის რაღაც მოქმედებს ჩვენზე? არა, რა რაღაცა მე მეტეორს მას ვერ დაუკავშირებდი ვერანაირად მეტეორებს. მაგნიტური დღეებია რაღაც, ხო მაგასთან ხო? არა ვარ, კარგად. ანუ ეს მოყვარული ჯგუფები, რომლებიც მეტეორებს აკვირდებიან, ჩვენთანაც არსებობენ. საქართველოში იცით რა, მე არ ვიცნობ სამწუხაროდ. მე მყავს მეგობარი დავით დვალიკას. დათო ის და ღამე და ფოტოებს დებს უნიკალურს და ყოველს არის სახურავზე ცხოვრობს კაცი და ძალიან მაგარ ფოტოებს. ასე აქ და ყველაფერი აქ მაგ ინტერესია. უფრო გაცნობიერებით. საშიში არ არის, საშიში არაფერი არ მომხდარა. არა, სინათლე მაგის დღეს ამაგარი ეთერია, არაფერი საშიში არ არის. არც ფირმაა, არც მეტეორი. არა, მაინც შეგაშინებთ ცოტას თუ მიდიება. კი, საერთოდ ვამბობთ რომ საშიშროება ამის რეალურად არ არის, მაგრამ აბსოლუტურად გამორიცხული არაფერი არ არის საერთოდ. თუმცა ახლა ყოველდღე რო ცხოვრობთ, არა, იმის შიშით რომ ვაიმე მეტეორი თავზე არ დამეცეს, ქუჩაში გავუსვლათ. ესე არ იქნება, მაგრამ არის საშიშროება ასტეროიდებთან დაჯახების. ეს კი.
ეს რა თქმა უნდა ძალიან მცირე ამის საშიშროება, მაგრამ არსებობს და აი შესაძლებელია და აი ასტეროიდი თუ დაგვეჯახა, იქ უკვე არაფერი გუშინ. კარგად უნდა მოვიქცეთ. ანუ ესე იგი მეტეორი გვესწორებს, მაგრამ თუ თქვა ასტეროიდი გვესწორებს, ხო? ხო. რა გავაღიზიანოთ, არ გამოვიწვიოთ ეს და ჩვენგან ობსერვატორიაში, აბასთუმის ობსერვატორიაში არის ის ერთ-ერთი ქსელის ნაწილია, მსოფლიო ქსელის, რომლებიც მოახლოებად დედამიწასთან მოახლოებად ასტეროიდებს აკვირდებიან და ჩვენგანაც აბასთუმის ობსერვატორიიდან ზუსტად ახლაც ხდება აი ამ დედამიწასთან მოახლოებადი ასტეროიდების, აი რაგული ინასარიძე, ჩვენი მკვლევარი, მას ყავს ჯგუფი, რომლებიც მუდმივად შორს არიან. რამდენი ხნით ადრე მოასწრებთ ჩვენ გაფრთხილებას? მოასწრებთ ისე მართლა გაფრთხილებას, აი როცა დაინახავთ იმის მერე დრო გვექნება. კი, სავარაუდოდ კი. გასაგებია. დიდი მადლობა თქვენი იმედი გვაქვს. რეკლამა რეკლამა და გადაგვარჩევს. ისე იგი პირველი ბლოკი საში არაფერია, მეორე ბლოკი, აი მესამე მეოთხე ბლოკი ხო საერთოდ არაფერია საში. ძალიან დიდი მადლობა. რეკლამის შემდეგ უკვე მუსიკალური რუბრიკის დავწერთ.